მე დავისაჯე სამაგალითოდ. აი, აქციაზე დადიოდით? კი. პირადში მომწერა ჩემო უფროსმა, რომ მე უნდა გავჩერდე. რატომ შეიქმნა მაშინ ესეთი მტრული გარემო? როგორც კი რუსულ კანონთან დაკავშირებით დაიწყო აქტიურობა, ეს არ იყო საუბარი, ეს იყო ყვირილი და ღრიალი. ანუ აკონტროლებენ ამას ვინ რას? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, გააკეთებს სოციალურ ქსელში. ჩემი როგორც ქალის პირველ რიგში მორალური განადგურება. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ვიყავი რაღაცა უსუსური. სალომე, დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მოხვედი ჩვენთან და გადაწყვეტი ამ თემაზე ლაპარაკი. თქვენ ხართ საჯარო სექტორში დასაქმებული კიდევ ერთი ადამიანი, ვინც ბოლო დროს სამსახურიდან გაათავისუფლეს და ამაზე ღიად ალაპარაკდა. ამჯერად საუბარი არის ფოლკლორის ცენტრზე. თავიდან მინდა გკითხოთ, თქვენ რა გითხრეს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად, რატომ გათავისუფლებთო? და აქვე ვიტყვი, რომ თქვენ არ ახართ ერთადერთი, ვინც ამ სამსახურიდან გაუშვეს ბოლო დროს. თავდაპირველად როდესაც მომივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვიყავი დაბალი კომპეტენციის მქონე, დაბალი უნარჩვევების მქონე და ეს ყველაფერი მე გავიგე 6 წლის შემდეგ ფაქტობრივად. მე ვიყავი ძალიან გაოგნებული, იმიტომ რომ ველოდი რაღაცა უფრო საინტერესო მიზეზს, რასაც ჩემს მიმართ გამოიყენებდნენ, ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ იმ ბრძანებაში, რის საფუძველზეც მე რეალურად გამათავისუფლეს. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ არაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ სათქმელიცით. აი ამ ხნის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში მე შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად პირნათლად ვემსახურე ჩემს სამშობლოს. მომავალ თაობას, იმიტომ რომ მე მქონდა რეგიონების მოსწავლეებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია, რეგიონში მცხოვრებ ბავშვებთან. და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მე ამას არ უყურებდი როგორც რიგით სამსახურს, ამას უყურებდი როგორც ჩემს როლს, ჩემს მნიშვნელობას აი ამ კონკრეტულ პერიოდში ჩემი მნიშვნელობა დავინახე რა და მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ, საუბარი მაქვს ჩემს ხელმძღვანელებზე. ძალიან კარგად ხედავდნენ ჩემს შრომას და მინდა გითხრათ, რომ დასაწყისში აფასებდნენ კიდევაც. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ მე გავხდი აბსოლუტურად მიუღებელი მათთვის. ამ ბრძანებაში ასე წერია ამ სიტყვებით? სხვა შორის ბრძანებაში წერია ძალიან საინტერესო წინადადება, რითაც ფაქტობრივად ყველაფერი არის ნათქვამი. მე ჩემი შეხედულებები ეწინააღმდეგება ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის ახალგაზრდულ პოლიტიკას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საერთოდ არ გააჩნდა. და ამ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა და ქმედება დავიწყე მე. ჯერ მაინტერესებს თუ უპასუხეთ რამე, ან ცხადია რომ არ ეთანხმებით ამ მიზეზს გათავისუფლებისა, მაგრამ თუ იყო თქვენგან რაიმე რეაგირება, ან კითხვა თუ დაუსვით, ან თუ არ ვიცი თუნდაც გააპროტესტეთ მათთან, რომ რატომ. ეს თქვენი შემთხვევა ჩვენ იმიტომაც გამოვარჩიეთ, რომ ცოტა განსხვავდება სხვა საჯარო მოხელეების გათავისუფლების შინაარსისგან. ზოგან იქ ხელშეკრულება სრულდება, ზოგს არავის უბრალოდ არც უხსნიან ისე ათავისუფლებენ ადამიანებს, ან ვთქვათ კადრი უქმდება და ასე შემდეგ. თქვენთან წერია უშუალოდ ხო მიზეზი და ჩვენ ველაპარაკეთ ფოლკლორის ცენტრსაც თქვენი გათავისუფლების ფაქტზე და მასაც ვიტყვი რა გვიპასუხეს, მაგრამ აი მანამდე ეს მაინტერესებს, ანუ თქვენ რა უთხარით? იცით როგორ იყო, ვიდრე მე ამ ბრძანებას მივიღებდი, ეს იყო 2 დეკემბერი, ერთი თვით ადრე გამაფრთხილეს, ასე ვთქვათ, საქმის კურსში ჩამაყენეს, რომ მე 31 დეკემბერს მომივიდოდა ბრძანება და შეწყდებოდა ხელშეკრულება. მანამდე ამ ყველაფერს უძღოდა ეკა ძალიან ბევრი ნაბიჯი, ჩემი მცდელობა, მათთან კომუნიკაცია მინდოდა რომ დამემყარებიან, მაგრამ ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ნებისმიერი მცდელობა მათთან კომუნიკაციისა იყო აბსოლუტურად იგნორირებული.
და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო ყველაზე კარგი შესაძლებლობა მე ყოფილიყავი ასე ვთქვათ, მტრულ სამუშაო გარემოში, აი ამ ფაქტობრივად 1 წლის განმავლობაში ყოფილიყავი აბსოლუტურად გარიყული პროცესებიდან, ნებისმიერი პროექტიდან, ჩახსნილი და მე ამის შესახებ არავინ არაფერს არ მეუბნებოდა. მაგრამ მე ვცდილობდი პირადი კომუნიკაციის პირობებში, გულისხმობ დარეკვას, მიწერას, თანაშემწესთან ჩაწერას, რომ ერთადერთი რასაც ვითხოვდი იყო ის, რომ გამაგებინეთ მეთქი, რატომ ხდება ჩემს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება. ანუ ეს არის ერთ თვეზე, ბოლო 1-2 თვეზე ლაპარაკი, ამას გულისხმობთ, ხო? იცით რა, ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ მქონდა ფაქტობრივად ესეთი ჭიდაობა, იმიტომ რომ მომივიდა ერთხელ შეთანხმებითი წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდოდა ჩემ უფროს რომ გადავეყვანე არქივის კოორდინატორად. მერე მომივიდა ასევე წერილი მასთან დაკავშირებით, რომ კარგი არქივის კოორდინატორად არ გადაგიყვან ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორად. ანუ სადაც უნდოდა, აი ესე დამატარებდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო და ნუ ეხლა მეღიმება, მაგრამ აბსოლუტურად არ არის სასაცილო რა. არის ის, რომ მე ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე გადამიყვანეს ისე, რომ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, დღემდე არ ვიცი, არც ბრძანება არ მინახავს, არც ხელი არ მომიწერია, არც უფროსი არ დამლაპარაკები და არ უთქვამს, რომ სალომე იცი რა, შენ ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე გადაგიყვანე. მე ვითხოვ განცხადებებს და ბრძანებებს, რის მიხედვითაც მე სხვადასხვა დროს, თქვათ, რაღაც პერიოდში შემეცვალა პოზიცია, მაგრამ ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, ანუ მე არ მინახავს ეს ყველაფერი. როგორ აგრძელებდით აბა მუშაობას? აი პოზიცია იცვლება, საქმეც ხო იცვლებოდა, ვთქვათ. ხო, მე ამის შესახებ რაფერი არ ვიცოდი აბსოლუტურად. ანუ მე ვიცოდი ის, რომ მე უნდა ყველაფერი გამეკეთებია იმისთვის, რომ აი ამ რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის მაქსიმალურად საინტერესო შემოქმედებითი პროცესი შემეთავაზებინა. და მე ამას ვაკეთებდი აბსოლუტურად გულწრფელად და ანუ არ მქონია არანაირი რაღაცა იმის განცდა, რომ მე თუ პოზიციაზე არ წარმადგენენ, მე მანამდე არაფერს არ გავაკეთებ. არა, აბსოლუტურად არა. მე მქონდა ჩემი პასუხისმგებლობა გათავისებული თავდაპირველად. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თავიდან ამ სამსახურში თქვენ როგორც თანამშრომლებს პრობლემები არ გქონიათ და ეს ყველაფერი დაიწყო ბოლო 1 წლის განმავლობაში? კი. და რას უკავშირებთ ამას? ანუ რა იყო მაინც ეს გარდამტეხი? და ერთი წამით სანამ მიპასუხებთ, ფოლკლორის ცენტრში ჩვენ მოვიკითხეთ თქვენი გათავისუფლების მიზეზები და გვითხრეს, რომ ამის მიზეზი ალბათ მაინც თქვენი ხასიათია და რომ მათი განცხადებით ხშირად არ ეთანხმებოდით გუნდის გადაწყვეტილებებს. ასევე მითხრეს, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ადამიანი, არც ერთი ადამიანი ფოლკლორის ცენტრიდან არ გაუთავისუფლებიათ, არც აპირებენ გათავისუფლებას და რომ ამ ცენტრში დღესაც მუშაობენ თქვენზე მეტად მწვავე პოლიტიკური აზრის მქონე და გამომხატველი ადამიანებიც. ეს არის მათი ოფიციალური პასუხი, მაინც რომ აქვე ვახსენოთ. ხო, მას როდის დაიწყო ეს გარდამტეხი მომენტი? ხო, იცით რა, ანუ ვიდრე ამაზე დავიწყებ საუბარს, ხა ძალიან მეღიმება, იმიტომ რომ და ეს ყველაფერი აღმოაჩინეს მათ 6 წლის შემდეგ. ანუ ეს ჩემი ხასიათი და ეს ზოგადად სამუშაო პროცესში ადამიანები თუ ერთმანეთს არ დაითანხმებიან, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი სამსახურიდან გაშვების. ანუ ეს არის მახინჯად სამუშაო პროცესის აღქმის, ანუ რეალურად მათ არ იციან რა არის სამუშაო პროცესი. აი ამ კომენტარიდან გამომდინარე, ჩემთვის პირადად. იცით როგორი შეგრძნება მაქვს, რომ მე დავისაჯე სამაგალითოდ. მე დავისაჯე ისე, რომ სხვას აღარ გაებედა ის ყოფილიყო აქტიური, ეთქვა თავისი აზრი. თავისი აზრი რაზე მაგალითად? ყველაფერზე აბსოლუტურად. აი აქციაზე დადიოდით? კი. გამოხატავდით თქვათ პროტესტს, მხარდაჭერას იმის მიმართ, რაც იქ ხდებოდა, ან არ ვიცი, მაგალითად აგენტების კანონის მიმართ თუ ქონდათ რაღაც ღია პოზიცია? რა თქმა უნდა, მქონდა. ან რომელიმე პეტიციას ხუა შეუერთდით? აი, რა თქმა უნდა, მქონდა, აბსოლუტურად. არა მხოლოდ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ნახეთ, როდესაც საზოგადოებაში ჩემთვის
მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ხდება რაღაცა პრობლემების წარმოჩინება, მე აუცილებლად მე ვალდებული ვარ მას მხარი დავუჭირო. მე მხარი დავუჭირე იმას, როცა ბავშვებს მაგალითად წამალი არ ქონდათ. მაშინაც აქციებზე ვიდექი. მხარი დავუჭირე პროტესტს, როცა აბსოლუტურად უსაფუძვლო დაშენებდნენ ჰესებს მაგალითად, ხო რაჭაში. ანუ მე ვარ სოციალურად აქტიური მოქალაქე და ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ მაგალითად და მგონია რომ ნახეთ ჩემი პრობლემა გამოიკვეთებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა ხელშეუშლიდა ჩემს საქმიანობას მაგრამ მე ამას აბსოლუტურად გამორიცხავ და დარწმუნებული ვარ ჩემს სამსახურშიც რომ მკითხოთ ნებისმიერ ადამიანს სალომეცის კარაული მუშაობდა თუ არა ბოლომდე იხარჯებოდა თუ არა ყველანი გეტყვით რომ კი მე რომ ოდნავ მაინც მქონოდა ან გადაცდომა ან საყვედური მიმეღო ან არ მიგიღიათ ამ წლების განმავლობაში მათგან არასდროს არც სიტყვიერი არც წერილობითი არა ნუ შეჯამება ყოველთვის ქონდა ხოლმე ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით და შესაძლებელი ანუ იყო რაღაცა შემთხვევა როცა მაგალითად ფიქრობდნენ რომ ეს აჯობებდა სხვაგვარად გაკეთებულიყო ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მე რაღაც იმ დონეზე არასწორად გავაკეთე რომ დამნაშავე გავხდი ან კატეგორიულად მიუღებელი თანამშრომელი გავხდი ანუ მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა ჩემი მუშაობის პირობებში არც ერთ ბავშვს არც ერთ სტუდენტს არც ერთ ადამიანს არ შექმნია პრობლემა ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობის გამო. რატომ შეიქმნა მაშინ ესეთი მტრული გარემო, როგორც ეს სიტყვები ახსენეთ თქვენ სამსახურში? ანუ რა არ მოეწონა ხელმძღვანელობას თუ რა არ ესიავნა და მათი მხრიდან თუ იყო ეს ღიად გამოხატული საუბარი არის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელზე გიორგი დონაძეზე და მის მოადგილეზე, რომელიც ახლა აღარ არის მისი მოადგილე გიორგი გაბუნი, ეს ქართული ოცნების დეპუტატი არის პარლამენტში. იცი რა მინდა აუცილებლად მინდა თქვა რომ რაღაც დონეზე მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი არასდროს არ მესაუბრა ამ თემაზე აშკარად და ესე ხმამაღლა იმიტომ რომ კიდე მიუხედავთ იმისა რომ მე გრძნობ ძალიან დამცირებულად თავს და ძალიან უსამართლობის განცდა მაქვს დიდი მაინც ბოლომდე ვინარჩუნებდი აი ამ ჩემს შინაგან განწყობას რომ მე ეს ყველაფერი ხმამაღლა უნდა მეთქვა მაგრამ როცა აი ამ ხნის შემდეგ აი რაღაცა თვეების შემდეგ კიდევ არის იმაზე საუბარი რომ მე თურმე ვიმსახურებდი სამსახურიდან გაშვებას და აი ამ ფორმით გამოშვებას და მე ამ ყველაფერს ვიგებ და თითქოს ეს ადამიანები აი მაქვს განცდა რომ აი ძალიან ესე თავდაჯერებულად საკმაოდ ესე ამაყად გრძნობენ თავს რომ მე გამომიშვეს სამსახურიდან თან ისე როგორც გამომიშვეს რა მინატრია იცი ბრო მე ნეტა მეთქი ისე გამოვეშვი მეთქი სამსახურიდან როგორც შეიძლება ადამიანმა ეს ინატრო ხო მაგრამ აი მართლა მინატრია გულწრფელად რომ ნეტა მეთქი ისე გამოვეშვი სამსახურიდან რომ უბრალოდ გამოშვება ყოფილიყო რა თუნდაც არ გავებთხილებინე და თუნდაც უბრალოდ ეთქვა რომ სალომე იცი რა აი წერ განცხადებას წადი სამსახურიდან აი ეს რომ ყოფილიყო ეს ბევრად მერჩია აი იმ გამოშვებას და იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას რაც რეალურად ჩემს მიმართ გააკეთეს რა რას გულისხმობთ ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ეს ნაწილია აი ეს ფსიქოლოგიური მე აბსოლუტურად დავარქმევ რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა რა. ეს განგრძობითი ხასიათის იყო თუ ერთჯერადი თუ ეს მოხდა ერთხელ. ეს მოხდა ერთხელ ხო. მაგრამ ნახეთ ანუ მე რისი თქვა მინდა აი ამ ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებში ჩემი სამსახურიდან გამოშვება გახდა არა მხოლოდ სამსახურიდან გამოშვება, არამედ ჩემი როგორც ქალის პირველ რიგში მორალური განადგურება. და ამ ყველაფერს მე ვფიქრობ, რომ ეს არ დამიმსახურებია.
და მე ვფიქრობ, რომ ამას არც ერთი ქალი არ იმსახურებს და არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს იმ მოპყრობას, რა ფორმითაც ეს ყველაფერი ჩემს შემთხვევაში მოხდა. ახლა ორი რამე ახსენეთ მნიშვნელოვანი, ერთი ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორე გამოყავით ქალის ასპექტი, ხო, თქვენზე როგორც ქალზე. იქნებ მოგვიყვეთ ცოტა მეტი და მეტი კონკრეტიკა, ანუ რას გულისხმობთ, რა ხდებოდა. ანუ როგორც მივხვდი, ეს არ ყოფილა მხოლოდ რაღაც ერთი ბრძანება. და ამით არ დასრულებულა ყველაფერი. მას წინ უძღოდა რაღაც, ხომ? წინ უძღოდა ის, რომ მე უნდა გამეჩერებინა ყველაფერი აბსოლუტურად, რასაც ვაკეთებდი და მე ამასთან დაკავშირებით ვითხოვდი პასუხს, რომ რატომ აჩერებთ, იმიტომ რომ ვაკეთებდით ძალიან საინტერესო პროექტებს, დაგეგმილი ვქონდა მთელი წელი აბსოლუტურად. ზუსტად აი ამ ოკუპაციის თემა შევეხეთ და აი ოკუპაციის ასე ვთქვათ ციკლის გაკეთება გვინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენიმე მოვასწარით, გავაკეთეთ, საკმაოდ წარმატებულად და ძალიან საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ პარალელები გავავლეთ აი ამ ხალხურ სიმღერასთან და რეალურად ეს იუნკერები რომ მიდიოდნენ ბრძოლის ველზე, ეს ქართული სიმღერა როგორ ხალხური სიმღერა როგორ ამხნევებდა ამ ხალხს, ძალიან საინტერესო ციკლი გავაკეთეთ და ზუსტად მაგ დროს პირადში მომწერა ჩემო უფროსმა, რომ მე უნდა გავჩერდე და გავჩერდე მანამ, ვიდრე არ შევხვდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს არ შევხვდით აი ამ ჩაკეტილი ოთახის პირობებ, ანუ ვიდრე არ შემიყვანეს ამ ოთახში და რეალურად არ დამსაჯეს ჩემი აქტიურობის გამო. როგორც კი რუსულ კანონთან დაკავშირებით დაიწყო აქტიურობა, რაც ფაქტობრივად ანუ შეუძლებელი იყო რომ ამ კანონს დათანხმებოდა ნებისმიერ ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა მეც ვიყავი ყველასთან ერთად ამ ყველაფერს წინააღმდეგ იმიტომ რომ მეც ვგრძნობდი იმ საფრთხეებს რა საფრთხის წინაშეც რეალურად შეიძლება დავდგეთ ხო აი ამ დროს რომელ ჯგუფთანაც მე ვმუშაობდი ეს არის სტუდენტების ჯგუფი რეგიონებიდან მათაც ჰქონდათ იგივე აზრი ისინი დადიოდნენ აქციებზე. თუმცა მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ არც გამიკვირდებოდა, რომ გამეგო, რომ მათ ჰქონდათ პროტესტის გრძნობა. და რომ გსწოდნოდათ რა, არაფერი აბსოლუტურად არ იაროთ თუ რა? არა, მე არც იმას ვეტყოდი, რომ არ იარო და არც იმას ვეტყოდი, რომ შენაუცებად უნდა იარო, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ყველა ადამიანი თავად ხო საწავა და რა დონეზე დააფიქსირებს თავის პროტესტს. თუმცა აი ამ ჩემი უფროსობისთვის ეს იყო წარმოუდგენელი, მათ ჩათვალეს, რომ მე ეს ბავშვები, სტუდენტები დამყავდა აქციაზე, კრებდი ფოლკლორის ცენტრში, ვიყავი ფაქტობრივად მე დროშე ამ ხალხის, აი ესე დემონსტრაციულად მიმყავდა აქციებზე. მერე იქ ეს რაღაცა ბრალდება იყო ესეთი რა ზუსტად სიტყვით ვამბობ რა შენ მიყავდა ადგილზე მერე ამ ფოტო ვიდეო მასალას აღებინებდი ბავშვებს და შემდეგ ადებინებდი Facebook გვერდზე და საუბარი არის სტორიზე სადაც აი ამ ახალგაზრდების გაერთიანების გვერდი იყო მოკლედ აი აქ დაიდო ეს სტორი სადაც ეწერა რომ ახალგაზრდების მომავალი ევროპაშია და იყო ევროკავშირის და საქართველოს დროშა. მეტი არაფერი აბსოლუტურად. აი ამის გამო, აი ამ სტორის გამო, სადაც რეალურად რაც ეწერა, აბსოლუტურად ვიზიარებ და როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი არ გაიზიარო, არ აქვს მნიშვნელობა შენ ოცნების წარმომადგენელი ხარ, რაღაცა პოზიცითან მაღალ თანამდებობაზე ხარ თუ არა. ანუ ეს ხო ყველას გათავისებული გვაქვს, რომ რეალურად ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი მართლა ევროპაშია და სხვა მომავალი უბრალოდ სხვა გზა არ გაგვაჩნია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მომწერეს, რომ ეს ამაში დასჭირდებოდა სერიოზული ახსნა. და მე მივწერე, რომ მე ვარ ვინ მოგწერათ, ვისი სახელით მოგწერეს? ჩემი უფროსის. და მე ვუთხარი, რომ მე რა თქმა უნდა ვარ მზად, ოღონდაც დამელაპარაკეთ ხალხო და მე ვარ მზად, რომ ყველაფერზე აბსოლუტურად გაგცეთ პასუხი. მე არ მაქვს პრობლემა. გიორგი დონაძეს გულისხმობთ ამ შემთხვევაში? გიორგი დონაძეს გულისხმობ, კი. დიახ. და
მომწერეს რომ მე უნდა შევხვდე და რა თქმა უნდა წავედი შესახვედრად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სალაპარაკო მქონდა დაგროვებული და უბრალოდ კითხვების დასმას ვფიქრობდი რა დავაშავე ისეთი რომ თქვენ მე ესე მეკცევით, ესე მამყოფებთ ანუ ამ ხნის განმავლობაში, ხო, ესე ესე გარიყული რატო ვარ, რის გამო ვარ უბრალოდ ეგ უფრო მაინტერესებდა. და ანუ შევედი თუ არა ოთახში, გიორგი დონაძე არ იყო საკმარისი, ალბათ, ანუ ესე ჩათვალა რომ არ იყო საკმარისი რომ ჩვენ პირისპირ გვესაუბრა. ამ შეხვედრას ესწრებოდა გიორგი გაბუნიაც. მისი მოადგილე, ხო? მისი მაშინდელი მოადგილე კი. და დამიწყეს აი შეხვედრის, ანუ შესვლისთანავე დამიწყეს იმაზე საუბარი, რომ მათ ყველაფერი იციან და რომ მათ ყველაფერი ესმით. და რომ მე უნდა ვაღიარო. და ისინი მთხოვდნენ, დაჟინებით მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა ჩემი პროვოკატორობა, იმიტომ რომ პირდაპირ გიორგი გაბუნია მეუბნებოდა, რომ შენ პროვოკატორი ხარ და ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ეგ ისედაც ვიცით, რომ შენ ხარ პროვოკატორი. უბრალოდ აღიარე, რომ შენ ამ ყველაფერს აკეთებდი. და მე ძალიან აკეთებდით, ანუ რას, რომ ახალგაზრდებს ხო, მე დამყავდა აქციებზე, ეს ახალგაზრდები და ესე გაზაფხულის აქციებს გულისხმობ. კი, გაზაფხულის აქციებს, რომ სტორს ვადებინებდი, ფოტოებს, რომ ესე იგი მე ამბოხესულებად ზრდიდი ამ ბავშვებს თუ აი არ ვიცი რას ცდილობდნენ რეალურად აი ამ ოთახში ჩემი გამოკეტვით და მე რაღაცა აი ამ ფსიქოლოგიური ძალადობით მე ვუთხარი რომ მეთქი ბოდიშვიხდი მეთქი, მაგრამ თუ თქვენ აი ამ ფორმით გააგრძელებთ ჩემთან საუბარს და ეს არ იყო საუბარი, ეს იყო ყვირილი და ღრიალი. ვუთხარი რომ არ ფიზიკურად ვერ გავუძლებდი ამ ყოს, ვერ დავესწრებოდი მოკლედ აი ამ ყვირილს და რატომ გიყვიროდნენ? აი რამეს გთხოვდნენ რომ ეს შეწყვიტე ან ეს აღარ გააკეთო სამსახურიდან წადი თუ ეს ანუ ყვირილის აუცილებლობა რატომ გაჩნდა თუ ორმხრივი კამათი იყო და სხვაჩერს გიორგი მითხრა დონაძემ შენ რო ჩემი ახლობელი იყო დღესო გაგაგდებდი სამსახურიდანო და მეთქი რატო გამაგდებდით მეთქი აი მართლა მაინტერესებს მეთქი რა დავაშავე მეთქი ამდენი ხის განმავლობაში ვცდილობ მეთქი გავიგო რა დავაშავე ისეთი რის გამოც ვარ იგნორირებული მთელი ამ ხნის განმავლობაში ანუ ეს ლაპარაკი როდის შედგა ამ აქციებიდან ეს იყო აპრილში ანუ მალევე სადღაც ორ თვეში ხო აქციების მერე ეს იყო აპრილში და მე ვთხოვდი რომ მეთქი ხალხო ამიხსენით ან თუ გაქვთ განცდა რომ თქვათ მე რაღაცა აი ამ ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვიქცევი თქვენ მე ფაქტებით უნდა მელაპარაკოთ რა ანუ თქვენ უნდა მომიტანოთ ვიდეო ჩანაწერი ხმოვანი ჩანაწერი ადამიანი მომიყვანოთ მეთქი ვისაც მე აი აქ ცენტრში ესე ვიბარებდი და ვეუბნებოდი რომ აქციებზე ვიაროთ ხალხო ან რაღაცა მსგავსი მოწოდებებით გამოვირჩევდი ანუ თუ თქვენ ამ ყველაფერზე არ დამელაპარაკებით ანუ ფაქტებს არ მომიყვანთ მეთქი გამოცდოთ თქვენ მატყუარა კაცები ხართ მეთქი და ამაზე ძალიან გაბრაზდნენ რომ მე რამდენს ვედავდი არა და ის დამოკიდებულება ის ღრიალები და ის რომ მე უმადური ვარ და რომ ვერაფერი სიკეთე ვერ დამანახა დავინახე მათი მხრიდან ამას ძალიან ხშირად უსვამდნენ სხვათა შორის ხაზს რა ის მინდა რომ აღვნიშნო მადლიერი უნდა ყოფილიყავი იმიტომ რომ მე მაკეთებინებდნენ საქმეს სახელმწიფო ორგანიზაციაში სადაც როგორ გითხრა ღამის 12 საათამდე მუშაობდი ხოლმე რა ერთი რაღაც მინდა დავაზუსტო, აი თქვენ თქვით რომ მე მონაწილეობდი სხვა აქციებშიც, ჰესების საწინააღმდეგო იყო თუ დედების როცა წამალს ითხოვდნენ. მაშინ არ ქონდათ პრობლემა, ვთქვათ, თქვენს ხელმძღვანელებს, რომ არა. ანუ ყველაფერი დაიწყო ამერიკის აგენტების კანონის აქციებიდან. კი, მაგედან დაიწყო და მე უფრო არჩევნებს ვუკავშირებ ამ ყველაფერს.
თვითონ გარემო როგორი იყო ფოლკლორის ცენტრში, აი ხელმძღვანელობის მიღმა, იქ ხომ მუშაობენ ადამიანები. თქვენს მიმართ იყო, შეიცვალა დამოკიდებულება, თუ არ გიმჩნევდნენ თუ იცით რა, აი ამ ყვირილების შემდეგ და იმის შემდეგ, რომ აი იმას მინდა ისევ დავუბრუნდა რა თუ შეიძლება, როცა მე მთხოვდნენ რომ მეღიარებია და აი ამ აქციებზე ადამიანების ტარება და ასევე რა იყო იცით ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი რომ ვიყავი რაღაცა უსუსური. იმიტომ რომ არ ვფიქრობ რომ ვარ რაღაცა სუსტი ქალი, აბსოლუტურად არ ვფიქრობ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი რამე მაქვს გამოვლილი. მაგრამ ანუ ვგრძნობ რომ იმ ასე ვთქვათ, ამ თავდასხმის მერე ჩემში რაღაც ძალიან შეიცვალა. და ვეუბნებოდი ესეთ რაღაცას იმ შეხვედრაზე, როცა ესე დამიბარეს ამ ორმა ადამიანმა და საქმე გამირჩეს, რომ იმ დონეზე ორმა კაცმა იმ დონეზე ყვიროდნენ და იმ დონეზე თითქოს ეჩქარებოდათ აი ეს ჩემი როგორ თქვა ჩემი განადგურება, აი რაღაცა ერთი სული ქონდათ, რაღაცა ცუდია თქვათ ჩემთვის და ერთმანეთს ასწრებდნენ ხალხო, ოღონდ ხანი როგორ იყო, იცით რომ ორივე ერთად ყვიროდა და ვერ ვიგებდი სად, ანუ ვისთვის შემეხედა და ვეუბნებოდი რომ მეთქი ხალხო ვეღარ ვიგებ, ანუ ცუდად ვარ მეთქი და დავაპირე რაღაც პერიოდში გამოსვლა გარეთ. და ეს ძალიან კატეგორიულად მითხრეს, რომ შენ ხა დაჯდებიო, ეს რაღაცა ესე ცინიკურად ეს ნახე რა, რაღაცა რომ არც კი უნდა რომ მოგვისმინოს და აი ესე დაჯდები და ყველა სიტყვას მოისმენ, რასაც ჩვენ გეტყვით. და მომასმენიეს ყველა სიტყვა და მითხრეს როგორი მიუღებელი ვარ სამსახურში, როგორ შენ არავის არ უყვარხარ. რაღაცა ესეთი სიტყვები. და იცი რა, შენთან ერთად მუშაობა არავის არ უნდა და აი ჭკვიანად რო ყოფილიყავი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ანუ მაგ დროს თქვენ ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ თქვენი მუშაობა იქ დიდხანს არ გაგრძელდებოდა რა, არ გქონდათ წინასწარი ვარაუდი რომ გამოგიშვებდნენ. და ისიც მაინტერესებს, კარგი ხანი გავიდა მას მერე და დღეს რატო გადაწყვეტეთ ამაზე ღიად ლაპარაკი? მე ამის შემდეგ მქონდა ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები. რასაც ახლა ვსაუბრობ, ამის გარდა არის რაღაცები, რაზეც არ ვსაუბრობ. და უბრალოდ იცით რა, ერთადერთი რაც მინდა და რატომაც მოვედი და რატომაც გადავწყვიტე ამ ყველაფერზე საუბარი არის ის, რომ აუცილებლად უნდა მიხვდნენ ადამიანები რა ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით აი ეს მაღალ თანამდებობაზე მყოფი კაცები, რომ ანუ ქალებს ესე არ უნდა მოექცნენ. არავითარ შემთხვევაში. ანუ გათავისუფლებაზე მეტად ეგ არის ის თემა, რაზეც გინდოდათ რომ გელაპარაკოთ. ეს არის კი. და ძალიან მინდა გავხდე ის ადამიანი, ვინც შეიძლება мотивация მისცეს ადამიანებს, რომ მსგავს თემებზე ისაუბრონ რა. იმიტომ რომ ანუ რეალურად ან შინაგანად მიუხედავად იმისა, რომ მე რამდენჯერმე ვიყავი ფსიქოლოგთან და რამდენჯერ ანუ რაღაცა ველაპარაკები ხოლმე ჩემს მეგობრებს, აი რა მოხდა, იმიტომ რომ ვიცი რომ თუ ისაუბრებ ამ ყველაფერზე, თითქოს თავისუფლდები რა. იმდენად დიდი დაღი დამასვა ამ ყველაფერმა და რეალურად ალბათ ეს უნდათ მათ ყველაზე მეტად და იმდენად ამცირებულად ვიგრძენი თავი, რომ
აი არ გადის რა, აი ვერ თითქოს ვერ ვახწევ თავს რა აი ამ და ამიტომ გადაწყვეტეთ ამ ამბის სხვებისთვისაც გაზიარება უფრო ფართო საზოგადოებისთვის. იცით რა მინდა რა მინდა რომ გავიხსენო. როდესაც მე ფოლკლორის ცენტრში მუშაობდი, საკმაოდ ხშირად მესმოდა როგორი მეთოდებით ხდებოდა ადამიანებთან ურთიერთობა და სამსახურიდან გაშვება იქნება თუ ასე შემდეგ წინა რეჟიმის დროს. და მე შემიძლია ვთქვა, რომ წინა რეჟიმის დროინდელი სახეები მიიღეს ამათ. აი ზუსტად ეს დაშინება, დაბარებები, ჩასაფრებები, ეს Facebook-ზე ვინ ვის დაულაიქა, ვინ რა დადო. აი რა არის განსხვავება წინა რეჟიმსა და ამ რეჟიმს შორის? აი არაფერი აბსოლუტურად. ანუ აკონტროლებენ ამას ვინ რას რა თქმა უნდა გააკეთებს სოციალურ ქსელში. აბსოლუტურად ყველგან, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში. და რაღაცა იცი რა, ეს სახელმწიფო სტრუქტურები ამ რაღაცა პარტიას მორგებული აქვს, სათავისოდ აქვთ მორგებული და ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ადამიანები არიან მათი ქვეშევრდომები. და ამას ესე ღიად ამბობენ? გეუბნებიან ასე ღიად? იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვი, ჩვენ როდესაც კომენტარი ვითხოვეთ, იქ მათი კომენტარი ასეთი იყო ფოლკლორის ცენტრისა, რომ არავის პოლიტიკური ნიშნით არ ათავისუფლებენ და პირიქით ისიც თქვეს თუ ვინმე სათავისუფლებდნენ ამ ნიშნით ეს იყო სწორედ წინა ხელისუფლების დროს. ანუ თუ მინიშნებით თუ პირდაპირ თუ ეუბნებიან ამას თანამშრომლებს, რომ შენ ისე მოიქცევი, როგორც გეტყვით ჩვენ როგორც გვეტყვის პარტია. მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემმა თანამშრომლებმა აი ამ ჩემი გამოშვების შემდეგ მომწერეს, დამირეკეს რამდენიმე მითხრა ის, რომ იცი რა სალომე ესე ღიად ვერ გეტყვი, ვერ დაგიკომენტარებ, ვერ დაგიწერ რაღაცას. და მე ვთქვა, რომ მე ჩემთვის მაგას არ აქვს მნიშვნელობა, პირიქით ძალიან დიდი მადლობა, რომ ერთად ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა არის. სამსახურიდან გაშვების. მე მინდოდა მკითხების დასმა გიორგი დონაძისთვის, მას ვესაუბრე კიდეც, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა რომ კომენტარს გააკეთებდა ფოლკლორის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ მებანოიძე, ჩვენ სწორედ მან გვიპასუხა. სალომე, ეხლა ბოლოს მინდა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მარიამმა ყველაფერი იცოდა ჩემთან დაკავშირებით. მარიამ იცის ყველა დეტალი აბსოლუტურად რა როგორ მოხდა. და ყველაფერს თავი დავანებოთ ურთიერთობებს და ასე შემდეგ. ისიც ხალია. და ალბათ როგორც ხალს ყველაფერს რო თავი დავანებოთ, უნდა გაიგო ჩემთვის. და ყველაზე მარტივი ალბათ რა რომ მე რო ეს დღეს დამემართა აბსოლუტურად არ ვუსურებ არავის მსგავსი დაემართოს, რაც არ უნდა ჩემი რაღაცა, არ ვიცი, ვერ მიტანდეს თუ რაღაცა მოწინააღმდეგე იყოს, ჩემში მტერს ხედავს, არავის არ ვუსურებ. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ხო, მოკლედ ქალებს ესე არ უნდა ექცეოდნენ რა, ამის თქმით. ანუ თქვენ ახლა გაქვთ განცდა რომ თქვენ როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი გაგათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით? აბარის გამო, არ ვიცი. მე მაგას მაკითხავს სვავდი აქამდე, ახლა აღარ ვცნობ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რა ვიცი, რა უნდა მიპასუხო, რა ვიცი. აქამდე თხოვდი ყველას, რომ გაიცად პასუხი. რის გამო გამათავისუფლეთ. მე ჩემთან Facebook ვერძეც ძალიან ხშირად სვავდი კითხვას, როცა ეს ბრძანება დავწერე და გავახმოვანე. რატომ გამიშვით სამსახურიდან? ანუ მე დღესაც მაინტერესებს და იხაც დავსვავ კითხვას. რატომ გამიშვით სამსახურიდან?